მოგესალმებით სასამართლოდან, უზენაესი სასამართლოდან ავიღე სისხლის სამართლის მოგებული პროცესის განაჩენი. ამას სათითაო ფურცელს ავტვირთავ და დავდებ, რომ იყოს გასაგები და აგერ წერია, რომ დაადგინა და ირაკლი წიწავა ცნო ბრალდებულად და ნათია ბაღათურიაც ცნო ბრალდებულად. როგორც უკვე გითხარით, ესენი არიან თაღლითები. ჩემი ვიდეოს მიზანი არის, რომ მოერიდოთ ეს სახელი და გვარი, სანამ ცოცხალი ვიქნები, თუ კი ჩემ კუთვნილთან ხას დააბრუნებენ, რა თქმა უნდა, ვიდეოებს ავიღებ, სანამ არ დააბრუნებენ სიცოცხლის ბოლომდე. მე დავდებ ვიდეოებს და მათ სახელს და გვარს ფოტოებიანად დავურთავ, რომ ხალხმა იცოდეს და არ მოტყუდნენ. ეხლა კი დავასურათებ და ვიდეოს სვლელობისას დავდებ, რომ გაეცნოთ, იმიტომ რომ დიდი ინტერესი მოყვა, დანაწილებული იყო ვიდეოები და ეგონათ, რომ მხოლოდ ერთი ვიდეოიდო და ვერ გაიგეს. ეხლა აქ წერია განაჩენში დეტალურად მიმდინარე პროცესი აღწერილია დეტალურად რა და როგორ მოხდა, ამიტომაც ვიდეოს მსვლელობისას დავდებ, დავამონტაჟებ და დავდებ, შეგიძლიათ დააპაუზოთ და ისე გააჩეროთ ხოლმე კადრი და წაიკითხოთ და დიახ, ირაკლი წიწავა და ნათია ბაღათურია არიან დამნაშავეები და ამას უკვე დოკუმენტიც ახლავს თან. უსირცხვილოები.